ჩვენს გარშემო როგორი ოსკარული განწყობაა და აბა რა ხდება ნინიკო? აჰა, ჩავიგდე ენა. დილამშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ნამდვილად განსაკუთრებული დილა გვაქვს, რადგან ცოტა ხნის წინ ლოს-ანჯელესმა და რა თქმა უნდა ტრადიციულად დოლბის თეატრმა კინოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ მოვლენას ოსკარების რიგით 97 ცერემონიას უმასპინძლა. და ოსკარი გადაეცემა დამეთანხმებით ალბათ რომ ეს არის ის ფრაზა, რომლის დაბოლოებასაც ასე ვთქვა თუ ის გადაეცემა მოუთმელად ელოდება ხოლმე მთელი მსოფლიო. წლევანდელი ოსკარი ქართველი საზოგადოებისთვის გამორჩეული იყო და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რომ კინოსურათი სახელწოდებით პაპის კონკლავი წარდგენილი იყო ოსკარზე მთავარ ნომინაციაში და მასში ასე ვთქვათ მონაწილეობს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძეც და ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტია ეს ყველაფერი. დღეს მე და ოდნავ მოგვიანებით ჩემი კოლეგა ნინო მჭედლური შევეცდებით რომ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ თუ რა ხდებოდა კინოინდუსტრიის მთავარ ღონისძიებაზე. სანამ ჩემს მიმოხილვას დავიწყებდი და მთავარ ნაწილზე რომელიც ეხება წითელ ხალიჩას და იმას გაჩვენებთ თუ როგორ გამოიყურებოდნენ ჩვენთვის ყოველთვის კარგად ნაცნობი სახეები, მანამდე ვეტყვი ჩვენს მაყურებელს რომ წელს როგორც მოსალოდნელი იყო ოსკარის რიგით 97 დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესის ხანძრებს მიეძღვნა. ეს მოსალოდნელიც იყო დამეთანხმებით ალბათ. წლევანდელი ცერემონიის წამყვანი პირველად იყო კომიკოსი კონან ობრაიანი და თუ როგორ წაიყვანა მან ცერემონია ამაზე უკვე ნინო მჭედლურს დაველოდოთ ოდნავ მოგვიანებით. რიგით 97 ოსკარების დაჯილდოება გამორჩეული იყო იმითაც რომ წელს კინოაკადემიამ ტრადიციას უღალატა მინდა გითხრათ და არ შესრულებულა ლაივ რეჟიმში არც ერთი სიმღერა ფილმებიდან რომელიც ნომინირებული იყო კატეგორიაში წლის ორიგინალური სიმღერა. ეს ხდებოდა ხოლმე ყოველ წელს და წელს დაირღვა ეს ტრადიცია. ასევე წლევანდელი ოსკარის დაჯილდოება მიეძღვნა ეგრეთ წოდებულ კადრს მიღმა ადამიანებს, რომლებიც ეკრანზე იშვიათად ჩანან ხოლმე, თუმცა მათი დახმარებით იქმნება ხოლმე სწორედ ის კადრები, რომელიც შემდგომში კინოინდუსტრიაში წარუშლელ კვალს ტოვებს. ასე რა კარგია. ნამდვილად, მაინტერესებს თუ გახსოვთ 2003 წელი, ასევე ოსკარის დაჯილდოების ცერემონია, სადაც ედრიან ბროუდიმ გაიმარჯვა საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში და ის წარადგინა ჰოლი ბერიმ და როდესაც ავიდა ახლა კადრებშიც ხედავს აკოცა კინის ყავასავი ჩენგენას და ზუსტად 22 წლის შემდეგ წელსაც ასევე წარდგენილი იყო ედრიან ბროუდი საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში და წელს უკვე ჰოლი ბერიმ ასე ვთქვათ როგორც თვითონ განაცხადა ინტერვიუში გადაუხადა ვალი 22 წლის შემდეგ. ახლა კი მოდით აღარ დაგაყოვნებთ, ეს იყო ძირითადი ინფორმაცია, რაც მინდოდა რომ მეთქვა ჩვენი მაყურებლისთვის და დავიწყოთ რა თქმა უნდა წითელი ხალიჩით და რა თქმა უნდა დავიწყოთ დემი მურით, რომელმაც ვერ მოუწყვიტე რამდენჯერაც წითელ ხალიჩაზე არმანის ვერცხლისფერი კაბა მოირგო აჩიკო, რომელიც მინდა გითხრა რომ 70,000 კრისტალისა და 150,000 ძვირფასი ქვისგან იყო მოქარგული. როგორც საერთაშორისო მედია წერს, მის შექმნაში 18 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. აი კრისტალებით მის გაფორმებას დასჭირდა 1670 საათი, ხოლო უშუალოდ კაბის შექმნას 22 საათი. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 62 წლის ასაკში კარიერის მანძილზე პირველად დემი მური იყო ნომინირებული ოსკარზე. ის წარდგენილი იყო კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი ფილმისთვის სუბსტანცია. და სხვათა შორის წლევანდელი წელი ძალიან წარმატებული იყო დემი მურისთვის, იმიტომ რომ მან კინოსურათში, ამავე კინოსურათში შესრულებული როლისთვის თავისი პირველი ოქროს გლობუსი მოიპოვა. მევადელი წელის და ბოლო პერიოდის და მე მგონია რომ ახლა უფრო კარგად გამოიყურება ვიდრე ძალიან ნამდვილად საოცარ ფორმაში. ძალიან დიდი გზა გაიარა. სანამ აქამდე მოვიდოდა, ბევრი შეცდომაც დაუშვა და მიხარია რომ ეხლა თავის თავს გავდა ძალიან ლამაზ. ნამდვილად. სკარლეტ იოჰანსონი მინდა გაჩვენოთ, რომელმაც ფრანგი დიზაინერის ტიერი მაგლერის ვინტაჟური ლურჯი ფერის ხავერდის კაბა მოირგო, რომელსაც ამავე ფერის ხელთათმანები და ბრილიანტის ყელსაბამი შეუხავა. ეს ბრილიანტის ყელსაბამები და აქსესუარები საკმაოდ პოპულარული იყო წლევანდელ ოსკარზე. აქვე ვნახოთ, მეც მგონია რომ მოხდება აქვე ვნახოთ პენელოპა კრუზი, რომელიც წითელ ხალიჩაზე შანელის haute couture კოლექციიდან შერჩეული თეთრი ფერის კაბით გამოჩნდა. 60 ბრილიანტის ბროშებით იყო გაფორმებული. რომელსაც ბოლოს ყვითელი ფერის ასევე ბრილიანტის გულსაბნევი ამშვენებდა. ის არ ყოფილა წელს ოსკარზე ნომინირებული, თუმცა ის ერთ-ერთი ნომინაციის წარმდგენი იყო. მგონი არ მოგვეწონა ეს ჩაცმულობა და ამაზე თანხმდებიან მოდის სფეროს წარმომადგენლებიც მინდა გითხრათ. ელოდნენ მეტს პენელოპა კრუზისგან.
მინდა ასევე ვნახოთ Emma Stone, რომელმაც არჩევანი Louis Vuitton-ის ბზინავ ბისერებით გაწყობილ კაბაზე შეაჩერა. მოგეწონათ ხო მისი ჩაცმულობა? Emma Stone თანამედროვეობის როგორც მოდის კრიტიკოსებმა აღნიშნეს, ის ნამდვილად დახვეწილად გამოიყურებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ მისი პოპკორნის კაბა ალბათ გახსოვთ, რომელიც მოიგო, უფრო დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ყველაფერსო. ასეთი კომენტარი გააკეთეს. მინდა აქვე ვნახოთ Meg Ryan-ი. შეძლების დაკვრათ შევეცდები, რომ მოვასწრო აბსოლუტურად ყველა ცნობილი სახე. საზოგადოებას განსაკუთრებით გაუხარდა მისი გამოჩენა ოსკარის წითელ ხალიჩაზე. Meg Ryan-მა მოირგო აში სტუდიოს მუქი შინდისფერი ხავერდის კაბა. აქვე მინდა რიტა უილსონის განახოთ ვალენტინოს ვარდისფერი კაბით. ეს ლეგენდარული სახეების დანახვა ყოველთვის მაინც გასახარი არის ხოლმე წითელ ხალიჩაზე. Goldie Hawn-ი მინდა ვნახოთ, რომელიც არის 79 წლის. მან Dolce & Gabbana-ს ოქროსფერი კაბა მოირგო და რა თქმა უნდა ის წარსდგა კურტ რასელთან ერთად წითელ ხალიჩაზე. ეს არც არის გასაკვირი. განსაკუთრებული გამოხმაურება ასევე მოყვა იზაბელა როსელინის ჩაცმულობას, რომელმაც მინდა გითხრათ, რომ პატივი მიაგო დევიდ ლინჩის ხსოვნას, მსახიობს Dolce & Gabbana-ს მუქი ლურჯი ხავერდის კაბა იცოდა. როსელინიმ, რომელიც წელს ოსკარზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის კატეგორიაში იყო წარდგენილი ფილმისთვის კონკლავი, გაიხსენა თავისი კარიერის დასაწყისი და მისი ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ დევიდ ლინჩის 1986 წლის ფილმში ლურჯი ხავერდი და შესაბამისად მისი ჩაცმულობაც პასუხობდა. გადავიდეთ შედარებით ახალ ბედებზე, მეგობრებო და ვნახოთ არიანა გრანდე სკიაპარელის მოვარდისფრო კაბაში მოგვევლინა ოსკარის წითელ ხალიჩაზე. გამოცემა Page 6-ის ინფორმაციით, აჩიკო მისი სამოსი 190,000-ზე მეტი კრისტალისგან იყო გაფორმებული. მსახიობმა და მომღერალმა სამოს ბრილიანტის წარმოებელი კომპანიის De Beers-ის ყელსაბამი შეუხამა. აღსანიშნავია, რომ წელს არიანა გრანდე ოსკარზე პირველად იყო ნომინირებული. მეორე ხარისხოვანი მსახიობი ქალის კატეგორიაში ფილმისთვის ალქაჯის ზღაპარი დასავლეთის ჯადოქარზე, სადაც ის გლინდას როლში გვევლინება და აი ეს ჩაცმულობაც აი ამ გლინდას პერსონაჟს ასე ვთქვათ ინსპირაცია იყო. მაილი საირუსიც მინდა გაჩვენოთ აქვე აუცილებლად. ნახოთ აბა მაილი საირუსმა არჩევანი ალექსანდრე მაკუინის შავი ფერის კაბაზე შეაჩერა, რომელსაც ასევე შავი ფერის ხელთათმანები შეუხამა. სხვათა შორის ბოლო პერიოდში მაილი საირუსი პრესტიჟულ ღონისძიებაზე ხშირად ატარებს ხოლმე, თუ დაკვირვებული ხართ შავ ფერს ცოტა ხნის წინ გრემის დაჯილდოების ცერემონიაზეც ის შავი ფერის ტყავის კაბაში მოგვევლინა. მოდისფეროს წარმომადგენლების ყურადღება მიქცია, არ ვიცი რამდენად შევძლებთ ახლა რომ დავინახოთ, მაგრამ გათეთრებული ქონდა მას წარბები და როგორც დაწერეს, აი მთლიანად შეცვალა გარეგნულად მომღერალი ამ ყველაფერმა. ქონდა ნამდვილად სელენა გომესი მგონია რომ მოგეწონებათ ძალიან ოსკარის წითელ ხალიჩაზე დიზაინერ რალფ ლორენის 16,000 კრისტალით გაფორმებული კაბითა და ტენდენციაა კრისტალებით გაფორმებული და ხავერდი ნამდვილად ბრილიანტის ასევე ყელსაბამის შეუხამა. აღსანიშნავია რომ ამ კაბის შექმნის ინსპირაცია თავის დროზე ლეგენდარული იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი გამხდარა. როგორც სელენა გომესმა განაცხადა, კაბა იყო საკმაოდ მძიმე, ეს არც არის გასაკვირი და ამბობს, რომ გადაადგილებაში მისი საქმრო, ასე ვთქვათ, ბენი ბლანკო ეხმარებოდა. კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამის გარშე, რა თქმა უნდა, დღევანდელი ჩემი მოხილვა არ ჩაივლიდა. წითელ ხალიჩაზე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილი იყო. ტიმოთი შალამე წელს წარდგენილი იყო საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში ბობ დილანის როლისთვის, ვიცით ეს შესრულება. ტიმოთი ჟივენშის ყვითელი ფერის ტყავის აქაც ტყავი დომინირებს, ტყავის შარვალ კოსტიუმი აცვა. კაილი ჯენერს კი მიუ შავი ფერის კრისტალებით გაფორმებული კაბა და ასე ვთქვათ, სიყვარულ საჯაროდ გამოხატავდა. ვულგარული ხომ არ არის? ასე ფიქრობს ნაწილს მოსწონს ეს ყველაფერი. გალ გადოტიც მინდა გაჩვენოთ. ზოგადად მე ძალიან მიყვარს პირადად ეს მსახიობი, მოდის სფეროს წარმომადგენლება, საკმაოდ დადებითად შეაფასეს. გალ გადოტის ჩაცმულობა, რომელსაც ეცვა პრადას წითელი ფერის კაბა. წითლის ეს გრადაცია მაინც კიდე სხვანაირად იძახის რა. ნამდვილად ძალიან უხდება მკეთახმები. წითელი ოსკარებს ძალიან უხდება. მეც ასე ვფიქრობ. დიდი გამოხმაურება მოყვა ელი ფენინგის ჩაცმულობას, მსახიობმა არჩევანი შავ-თეთრი ფერის კომბინაციასა და ჟივენშის კაბაზე შეაჩერა და თვითონ ამ კაბამ გამოიწვია ძალიან დიდი გამოხმაურება. მას კარტიეს ყელსაბამი შეუხამა, ეს იყო ჟივენშის კრეატიული დირექტორის ამპლუაში სარა ბარტონის მიერ შექმნილი პირველი კაბა ოდ კუტიურ კოლექციიდან და შესაბამისად ამიტომ მოყვა ამას ასეთი გამოხმაურება. დოჯა კეტიც მინდა ვნახოთ, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა ხოლმე წითელ ხალიჩაზე და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. წელს მან
ბალმეინის ცხოველის პრინტით გაფორმებულ კაბაში მოგვავლინა და ზოგადად ეს ცხოველის პრინტი ძალიან უყვარს ხოლმე თუ გახსოვთ მეტგალაზეც მას კატის ფორმა ეცვა და ამით დაამახსოვრა მან მაყურებელს თავი. გადავიდეთ ასევე მაიკი მედისონზე. ამერიკელმა მსახიობმა დიორის ვარდისფერი კაბა მოირგო, რომელიც ასე შავი დეტალით იყო გაფორმებული. გამოცემამ Vogue აღნიშნა, რომ სხვათა შორის მისმა ჩაცმულობამ ასე იწერებოდა, რომ ლეგენდარული ოდრი ჰეპბერნი და კინოსურათი საუზმე ტიფანისთან გაახსენა საზოგადოებასო. ვარცხნილობა რაღაცა სტილით რაღაც ნაწილში ალბათ გავდა და ერთ-ერთ მთავარ კატეგორიაში იყო სხვა შორის მაიკი მედისონი წელს ნომინირებული, ფელისტი ჯონსი ასევე მთავარ ნომინაციაში ნომინირებული ინგლისელი მსახიობიც მინდა ვნახოთ, რომელიც ოსკარის წითელ ხარჯზე არმანის ვერცხლისფერი კაბითა და მანელო ბლანიკის მაღალხუსიანი ფეხსაცმელებით გამოჩნდა და სხვა შორის 2015 წლის შემდეგ ის იყო პირველად ნომინირებული ოსკარზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის კატეგორიაში ფილმისთვის ბრუტალისტი. ზოი სალდანამ არჩევანი შეაჩერა ივ სენ ლორენის ბორდოსფერ, ასე ვთქვათ, სამსაფეხურიან კაბაზე, ასე უწოდეს მოდის სფეროს წარმომადგენლება. კაბა შავი ფერის დეტალებით იყო გაფორმებული, რომელსაც ფილმი სახელწოდებით ემილია პერესი ვარსკვლავმა ასევე შავი ფერის ხელთათმანები შეუხამდა და როგორც გითხარით ის ერთ-ერთ მთავარ კატეგორიაში იყო წარდგენილი, როგორც მივხვდი არ მოგეწონათ. დიდად მაინც და მაინც. ხო ხტები, მაქსიმალურად ვთქვი არ ჩავეჭრა რა. ჰოლიბერი მაშინ ნახოთ მაინც ეს დის დადგა, ასე ვთქვათ 22 წლის მერე და ეს იყო კრისტიანო სირიანოს ვერცხლისფერი სარკისებრი კაბა მოირგო მან და დამეთახვამით ალბათ რომ ნამდვილად ლამაზი იყო. თუ ვასწრებთ მინდა სინტია ერიბოც ვნახოთ აქვე, ეს არის ლუი ვიტონის მუქი მწვანე ფერის კაბაზე შეაჩერა არჩევანი. საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში იყო ის წელს ნომინირებული ფილმისთვის ასევე ალკაჯი და იქ ის თამაშობს ელფაბას გმირს და აი ეს ჩაცმულობაც სწორედ ელფაბას გმირით იყო. როგორც არიანა გრანდეს, აქაც ანალოგიურად ორივე მოსა თქვათ აი იყო ინსპირაცია ფილმიდან. სამწუხაროდ რეჟისორი მატყობინებს რომ საეთერო დრო არ გვაძლევს მეტის საშუალებას ეს ასეთი იყო ძირითადები რაც შევძოლით რომ მოგვესწრო საეთერო დროის სიმწირი და გამომდინარე და უკვე დავალოდოთ ნინო მჭედლურს რომელიც თავარი ეს არის საერთოდ არ დაგეთხოვ რომ გამეცემ ოსკარი გადმომეცემა ამ ყველაფრისთვის დავალოდოთ ნინო მჭედლურს რაც არის ეს იყო ამ ეტაპისთვის დიდი მადლობა შენ ნინო ნინტაველიძემ გაგვაცნო წითელი ხალიჩის ამბები ესე იგი და გვაზიარა ეხლა სასწრაფოდ რეკლამაზე უნდა გავიდე